მოგესალმებით, მე მაყურებელს მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. რაღაცა თუ ხილვასავით გამოიყურებოდა, თითქოს ეხა დაინახა, რომ ფასების პრობლემა არის, როგორც გუშინ აღმოაჩინა, რომ საქართველოში გუშინიდან უახლოეს დღეებში, რომ ყველა უკლებლი უმაღლეს თანამდებობის პირი, ვისაც საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფულზე რაიმე ფორმით ხელი მიუწვდომდა და თურმე ყველა ქურდი იყო და ყველა მოიპარა, ოღონ ეს დაესიზმრათ ეხა და ეხა გაიღვიძეს და ამაზე ნულოვანი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ზუსტად იგივე ამბავია ფასების ზრდა, თითქოს ფასების ზრდა მართლა იმიდან მოდის, რა ქვია, რაღაცა მარტო კარტელური გარიგებებიდან, ესეც რაღაცა მოდიფ სტეიტო ამბავია და თითქოს ამის საშველი ეხა მართლა ის არის, პროკურატურა და ციხე არის და სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია. ფასების კოლოსალური ზრდა, რომელსაც ამ ქვეყანაში ვადევნებთ თვალყურს და მარტივად რო ვთქვათ, მაგალითად რაღაცა პროდუქტებზე ეს მერყევს, ძირითად პროდუქტებზე, აგერ აქ მაქვს ეს პატარა მარტივი გასაგები ფაილი, ძირითად პროდუქტებზე მერყევს 76%-დან 400-500%-მდე ზრდა არის ძირითად საკვებ პროდუქტებზე და ძირითად მედიკამენტებზე არის 50%-დან 250%-მდე ზრდა. აი მარტივი რაღაცები გავიღოთ. ეს ვითარება რეგულაციას მოითხოვს? არა. ეს ვითარება რეგულაცია. აბა როგორ თუ ამბობთ რომ 400%-ით ვიღაც ზრდის, ამ სახელმწიფო რა უნდა საკეთებდეს ასეთ დროს? პირველი, სახელმწიფო არ უნდა ბეჭდავდეს იმდენ ფულს, რამდენ ფულსაც ქართული ოცნება ბეჭდავს იმისთვის, რომ შექმნას ეფექტი თითქოს ეკონომიკაში რაღაცა ხდება. პირველი, შეხედეთ ინფლაციაზე, პროკურატურა პასუხისმგებელია, ინფლაცია ზრდა არის ინფლაცია. ინფლაციაზე პასუხისმგებელი კონსტიტუციით არის საქართველოს ეროვნული ბანკი. ანუ ეროვნული ბანკი არის ის, ვისაც აქვს გავლენა ფასების ზრდაზე და არა პროკურატურას. ანუ პროკურატურით ეხა უბრალოდ პოპულისტური ეს რაღაც პოლიციური სახელმწიფო ხო გადავიქცეთ და პოპულისტური შეთანხმებები არის, ამით დაინტერესდეს საგამოძიებო ორგანოები. კი, ოღონდ ნუ ხო გეუბნები, ეგ არის ყველაზე ბოლო წერტილი, რაც პრობლემა არის. პირველი, ფული არ უნდა ბეჭდოს იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ბეჭდავს, იმიტომ რომ პირველი რაც იწვევს ფასების ასეზდას არის ეს ფულის ბეჭდვა. მეორე, დიანა დასტურებული კვლევა არის თბილისის კაპიტალის და გავატენ თაგარცის ორივე ერთ და იგივე სიძახის. საშუალოდ უბნის მაღაზიაში, უბნის ერთ პატარა სუპერმარკეტში ქართული ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იცი რამდენია? 5%. 5% არის მხოლოდ ის, რასაც თქვენ ჩვენ ხედავთ დახლებზე, ჩვეულებრივ მაღაზიაში ადგილობრივი წარმოების. ეგ ნიშნავს, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც $2 მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული უკანასკნელ წელიწადში სოფლის მეურნეობაში და იმის ამონაგები იმასაც ვერ აღწევს, რომ ეს 5% მეტი ყოფილიყო. ამ 5%-ში მათ შორის არ შედის პური, იმიტომ რომ პურის ადგილობრივ წარმოებად ჩაითვალოს, ნედლეული უნდა იყოს ქართული. 90%-ზე მეტი ნედლეულის არის რუსული. არა უბრალოდ უცხოური, რუსული. ეს ერთი ამბავი. მეორე ამბავი, მაგალითად დღეგეს გადასახადი. აი მარტივი მაგალითად რო აიღო, როგორ უყურებს მაგალითად ერთი დასავლური ევროპის ქვეყანა, როგორც არის იტალია, პირველადი საჭიროების კვების პროდუქტებს, მაგალითად როგორც არის ხორცი, სხვა პროდუქტებზე იქაც 18% და შეიძლება მეტი იყოს დღეგე, მაგრამ ხორცზე არის 5%. იმიტომ რომ ეს არის პირველადი მოთხოვნის. პურის ფქვილზე არის 4%. დაუწიოს დღეგე. ჩვენ კონსტიტუციაში წერია, რომ გაზრდა არ შეიძლება ამ გადასახადებს, დაწევა შეიძლება დღეგის გადასახადის. როდესაც ხედავს, რომ საწვავის ფასი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რითიც მოვიდნენ ხელისუფლებაში. საწვავის ფასი გაიზარდა ორჯერ იმასთან შედარებით, ვიდრე ესენი იყვნენ ხელისუფლებაში. ზრდაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდგენელი იყო 2017 წელს აქციზის გაორმაგება. დააბრუნოს 2017 წლის ნიშნულზე აქციზი და 30 თეთრით დაიკლებს საწვავის საფასური. ანუ შეხედე, სახელმწიფოს აქვს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა. ყველა პასუხისმგებლობა ფაქტურად იმაში, რომ საქართველოს დღეს ამ მდგომარეობაშია და ფასები თამაშობს ზრდა უკანასკნელ წელიწადში 400-500%-იანი არის გარკვეულ პროდუქტებზე. სახელმწიფოა მთავარი დამნაშავე. ანუ გადასახადების დაწევა შეუძლია, ვიღაცების განთავისუფლება შეუძლია გადასახადებიდან, შეუძლია რომ ეროვნული ბანკმა იმდენი ფული არ ბეჭდოს, რამდენ ფულსაც ესენი ბეჭდავენ, განსაკუთრებით წინას აახალწლოთ ხოლმე და წინას არჩევნოთ ბოდიში, ეს ყველაფერი გააკეთოს და მე რეილაპარაკოს პროდუქციაზე და იმაზე კი არ უთხრას ბიზნესს. ბიზნეს დაარტყა პირველი გამოვიდა და ისო რა იმპორტირებული პროდუქტი რო შემოგვთ, ამაზე მარჟას ადებენო და საფრანგეთთან შედარება მოიყვანა. ბოდიში ვიხდი, საქართველოში ბიზნესმა იგივე მარჟა რო დადოს რაც საფრანგეთშია დიანა, საქართველოს ბიზნესის მოგებას ვეღარ ნახავს, ვერ გადარჩება. რატო შეხედე? იმიტომ რომ ეს არის ბოდიში აი ამას ვთქვი ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ცუდი ინსტიტუციების ქვეყანა. საფრანგეთში ის რომ დაბალ მარჟას აკეთებს, იმან იცის რომ რამ პრობლემა რო შექმნეს სასამართლო სისტემა არსებობს, სადაც შეუძლია რომ დავა განიხილოს. იქ იცის რომ სახელმწიფო მას გვერდში დაუდგება. ანუ სისტემა ინსტიტუციები მუშაობს. საქართველოსნაირ ქვეყანაში სადაც ყველა ინსტიტუცია სუსტია და სასამართლო არ არსებობს ბიზნეს დაავებისთვის, ანუ ადამიანი ვინც ბიზნესში მიდის უდიდეს რისკს იღებს, იქ ხო მარჟა ცოტა მეტი არის. ეგ ეკონომიკის
კანონები ის ელემენტარული კანონებია. გავიგე რომ იურისტები არიან ყველანი, მაგრამ ერთი მრჩეველი არ აყავთ, ვინც ამას ეტყვის, მაგრამ ყავთ, უბრალოდ პოპულიზმზე არიან გადასული და თან აერა ხელის გადაგრეხვის პოპულიზმზე. ყველა დროს როცა პოპულიზმზე გადადია, როგორც თქვენ ამბობთ, მუდმივად იწყება საუბარი, რომ სადღაც არჩევნები ხომ არ არის. ხო, ძალიან პრიმიტიული მდგომარეობაა. აი ამ ციფრებზე დაკვირვება თქვენ გაძლევთ რაიმე შტაბეჭდილებას, რომ რაღაცა საარჩევნო წელი შეიძლება მოდიოდეს? არა, ეს არის დიქტატურის კონსოლიდაციის წელი. ჩვენ ეხლა 2025 და 2026-იც იქნება ამ ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის წელი. არავითარი ნიშანწყალი არ არსებობს იმისა, რომ არჩევნების აპირებენ ამ ქვეყანაში, ან არჩევნებს უპირებენ. ისინი თვლიან, რომ ეხლა მათ უნდა გაამყარონ ხელისუფლება და მათი ხელისუფლება აწი აღარ არის დაფუძნებული რაიმე ფორმის ელექტორალურ უპირატესობაზე. მათი ხელისუფლება აწი უნდა იყოს დაფუძნებული აი ამ სისტემაზე, რომ ბიზნეს, როდესაც რაღაცა ფასები ამოუვიდათ კვლევაში, რომ ფასები ხალხს ადარდებს და ადარდებს დეკემბერია დიანა, თქვენც, მეც და აბსოლუტურად ყველას გვადარდებს ფასები, იმიტომ რომ საახალწლო სუფრაზე ყველას გვინდა რომ რაღაცა უხვად გქონდეს, მაგრამ ვერ გვაქვს. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მახრაძე. დიახ. სუსი იწყებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის დეტალურ შესწავლას და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოყვება ნებისმიერ ისეთ მართსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს მოქალაქეთა ინტერესს და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. აი, ჩეკისტური პასუხი ყველაფერს. ეს არის ამ თემის ხო, პოლიციური პასუხი. შეხედა ის კი არა, რომ სიღრმისეულად თქვა, ან სიღრმისეულად არ თქვა, უბრალოდ გულწრფელად თქვა, რომ იმ საფასო იმ პოლიტიკამ, რომელიც სახელმწიფო მაწარმოა ბიზნესთან მიმართებაში, არ ვიცი, სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში, სხვა საკითხებთან მიმართებაში, ამან გამოიწვია ის, რომ 10 წლის თავზე ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს და ინფლაცია არის კატასტროფული და ფასები გაიქცათ აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე. ეს აღიარო და მე დაიწყო ამაზე მუშაობა პირველ რიგში იმ კომპეტენციების ფარგლებში, რაც სახელმწიფოს აქვს, რაც გითხარი, ხო? რაღაც გადასახადის დაწევა, რაღაც სტიმულირება ბიზნესაში. ამის მაგივრად გამოვიდნენ და თქვეს, რომ ციხეში ჩავსვათ. პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს და აი ყველა ამათ, ვისაც ბიზნესმენ ხელს უითმობენ ამაზე, ციხეში ჩავსვათ. ბოდიშვილი ვისვავენ ციხეში. ბიძნეევანიშვილს ვსვავენ, კარფურის მეპატრონი ბიძნეევანიშვილი, ის უნდა ჩასვან ციხეში. ოღონდ აქ დამცველად კი არ გამიგებრო, არ არის ეს დისტრიბუციის კომპანიების ბრალ. აქციების ფლობა ეს ასია რა შუაშია აქ უშუალოდ. არა, ისე ვიძახი, მიადგნენ იმეებს, რა ქვია. მიადგნენ ქსელურ მარკეტებს, რომ ვიძახია, რომ ბიზნესია დამნაშავეო. და კიდევ ერთხელ ბიზნესი ყველაზე ბოლო დამნაშავე არის, თუ რამე არის ასეთ საკითხებში. სახელმწიფოს თავის პრობლემები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შეხედე, არჩევნები კი არა, მართლა კლასიკური პოლიციური სახელმწიფო ყალიბდება, სადაც ყველაფერზე პასუხი არის ციხე. რაღაცას ეტყვი, უთხარით რომ რაღაცა არაბების ამბავი, არაბული კომპანიის ამბავი, რომელიც კატასტროფა არის მაგალითად და რაღაც დიდი აფიორასთან გვაქვს საქმე. ამაზე ლაპარაკი დავიწყეთ, მოხდათ დაგიჭერთ იძახიან. ხო, რა ვთქვი, ეს არის ეკონომიკური საბოტაჟი. აკრიტიკებ პოლიტიკური საბოტაჟია, ბიზნესში რაღაცა ფასების თამაშზე გადადა, ეკონომიკური საბოტაჟია, დაგიჭერთ. ანუ ყველაფერზე პასუხი არის კლასიკური პოლიციური რეჟიმის, პოლიციური სახელმწიფოსი, ისეთ როგორც არის რუსეთი, ბელორუსი, სხვები და სხვები. დაგიჭერთ. დაგიჭერთ ყველაფრის გამო პოპულიზმის ყველაზე მახინჯი ფორმა არის, რაღაც გამოსწორების გზა არის დაჭერა. ჩვენ წინა სტუმართან თერგოთევზაძე იყო კოალიციაცულებებიდან ვლაპარაკობდით პოლიტიკურ დღის წესრიგზეც მათ შორის, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ ხელისუფლებასთან ითანამშრომლა იქ გახარიამ შევიდა პარლამენტში, ნუ ლელოც არ მოიქცა კარგად რომ წავიდა არჩევნებში, მაგრამ თუ ისინი რაღაცნაირად გაიაზრებენ ამას და შემოვლენ ამ ჩვენს დიდ გაერთიანებაში, ანუ არის ჩვენი ერთობა კონკრეტული პარტიების, არის ნაციონალური მოძრაობა, არის ლელო და ეხლა ზურა ჯაფარიძის მცდელობა რაღაც საერთო სტრატეგიას უსმინეთ. კი ბატონო, თქვენი გამოხმაურება ამ თემაზე საინტერესოა. სადღაც ლოგიკაში გაიჭედა და დაიბნა, ვერ გავიგე თან, მეც ვერ გამოვიტანე დასკვნა რა თანამშრომლობთ, არ თანამშრომლობთ, თუ გონია რომ ვითანამშრომლებთ თან ხელისუფლებასთან, ჩვენთან სალაპარაკო რა აქ მაშინ და რა გაერთიანებაში გვეძახებთ, ცოტა გაურკვეველია ეს დამოკიდებულება. მე მგონი იმის თუ აქვს გადასაფასებელი რამე, ეს არიან ჩვენი მეგობრები, რომლებმაც გადაწყვეტეს, რომ საქართველოს დემოკრატიის მოკვლის პროცესში თავისი წვლილით შეეტანათ მათ შორის და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოთ, ხო, ბოიკოტით. ამ ბოიკოტმა გამოიწვია ის, რომ არავინ ამით გამარჯვებული არ დარჩა. ყველაზე ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ყველა ერთად შევსულიყავით, იმიტომ რომ არ ვიცი, აგერ იგელხილზე გამახსენდა უნგრეთის მაგალითი არის, ბუდაპეშტის მერია როგორ მოიგო ოპოზიცია, იმითი რომ ერთიანი დიდ ქალაქში, დედაქალაქში, საქართველოს დედაქალაქში ეს მაჩვენებლები იყო წინა საარჩევნო გამოკვლევებში, რომ ერთად დგომით ჩვენ მოვიგებდით ამ არჩევნებს და თბილისში შეიძლება და აღარ ყოფილიყო ქართული ოცნების. მაგრამ ნუ გავლილი ამბავია, მე ამაზე ბევრი ლაპარაკს არ ვაპირებ. უბრალოდ აი ეს რაღაცა მომენტი, როდესაც
უნდა გადააფასონ კოლეგებმა რაღაცეები ჩემის აზრით. ის როგორ ჩვენ გადავაფასეთ, გავიაზრეთ და ვთქვით, რომ ხო, არავინ არ დარჩა მოგებული ამ პროცესში ივანიშვილის გარდა, ხო? ისევ ლაპარაკი იმაზე, რომ ეხლა თქვენ რაღაცა ითანამშრომლეთ, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვით და მომაკვდინებელი ცოდვა გადევთ ზურგზე. ოღონდ მოდით ეხლა ჩვენთან გაერთიანდა გველაპარაკეთ, უბრალოდ არასერიოზულია და არაფრის მომცემი არ არის და არავითარი ეფექტის მომტანი არ არის. დიანა, ჩვენ თვლით, რომ კი, ერთიანი სტრატეგია არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რითაც პოლიციურ და დიქტატორას უნდა დაუპირისპირდეს. ამას ვიტყვი ხო ჩემს ვიტყვი ძალიან ისე არა მაქვს ეს ერთიანი სტრატეგია კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ამის თქმა არ მინდა ეხლა იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავთ მზად მოლაპარაკების მაგიდაზე დაждომისთვის და ლაპარაკისთვის დიალოგისთვის პირველები ვიყავით ის არჩევნები გაყალბებულად რომ გამოცხადდა გამოვიდა თქვით რომ ხალხო სივრცე გვჭირდება ჩვენ ბევრი რამე განგვასხვავებს ერთმანეთისგან მაგრამ ყველანი ვართ პროევროპელები ყველას გვინდა ამ ქვეყნის გადარჩენა, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გადარჩენა და სივრცე უნდა ქონდეს სადაც ვილაპარაკებ და ჩვენ იდეებს გავშვით და მაშინ გახსოვს ეს სახალხო პარლამენტი რაღაცები დაარქვეს. პირველივე დღიდან ამას ვამბობდით. მე პრეზიდენტის ფორმატის ერთგული დავჭრით. მე არჩევნებში ერთად მონაწილეობა გვინდოდა. ანუ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ რაც უნდა გააკეთოს, ანუ პოლიტიკური გზა იპოვოს, გამოსავალი იპოვოს საზოგადოებისთვის იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს, უკეთესი მომავალი ქონდეს ასე შემდეგ. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და ვამბობდით, რომ ხო, რაღაც დომინაცია არავის არ გვინდოდა და ვამბობდით, რომ უნდა ვილაპარაკოთ. ამისთვის ეხაც მზათა ვართ. მე არ ვიცი, დაუждდებით ვილაპარაკოთ. არა მაქვს არავითარი ის რა ქვია, წინჭრეტა იმაზე რომ რა შეიძლება იმ რო ავდგებით იქიდან გამოვიტანოთ, ოღონდ ეგ ვალდებულებაა ჩვენი რომ ვილაპარაკოთ და ეხლა რა ვიცი, ოღონდ ამ პროცესში ყოველთვის ხელი შემშლელი იქნება ისეთ ხმამაღალი განცხადებები, რომ რეჟიმთან თანამშრომლობს, რეჟიმის ის არის, რა უნდა იყოს თქვენი აზრით? აი რა შეიძლება ახლა რა უნდა იყოს ერთიანი სტრატეგია უნდა იყოს რა ვიცი ყველაფრის გაკეთება იმის არ მინდა ამ დეტალს შესვლა რაღაცა არ გამოჩნდეს რომ ან წინაპირობაა ან რაღაცაა იცი ყველაფერი შეიძლება მაგიდაზე იდოს იმხელა რაღაცა დღეს სასწორზე ამ ქვეყნის სუვერენიტეტი დევს სასწორზე ანუ საქართველოს იმ ფორმით რა ფორმითაც ახლა ქართულ ოცნებას უნდა რომ შეინარჩუნოს ანუ რაღაც იზოლაციონისტური ქვეყანა არასუვერენული დიქტატურა ხო ანუ არსებობს სუვერენული დიქტატურები და არსებობს არასუვერენული რომელიც მდგომარეობაში არის. აი ეს რაღაც რუსეთის ვასალური დიქტატურული რეჟიმი ნიშნავს საქართველოს უკან დახევას და ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას და არა მარტო იმას, რომ ევროპულ გზას ავწდებით. ევროპა ჩვენ იმისთვის გვინდა, რომ უსაფრთხოების გარანტია ქონდეს ამ ქვეყანას, იმიტომ რომ მეზობელი იპყრობს, ნახევარ 20% ტერიტორიის დაპყრობილი აქვს და იმიტომ გვინდა, რომ ღირსეული პენსია ქონდეთ ადამიანებს, ფასების ეზრდა რომ ყველაფერზე არ მოქმედებს ყოველდღე, ღირსეული ხელფასი ქონდეთ, ჯანდაცვა ქონდეთ და სოციალური უზრუნველყოფა ქონდეთ. ასეთი სახელმწიფო გვინდა. სტრატეგიაზე აი ამ პოლიტიკის სტრატეგიაზე ეხლა ბევრი რამე შეიძლება იყოს. პროტესტი გრძელდება, რა ფორმით, რა მასშტაბით არა აქვს ამას მნიშვნელობა. ადამიანებს აქვთ განცდა, რომ სადღაც ივანიშვილი არჩევნებს ჩანიშნავს. თქვენ ამბობთ, რომ ბიუჯეტი წაიკითხეთ და ფიქრობთ, რომ მომდევნო წელი გამორიცხულია, რომ ასეთი არჩევნები სადმე ჰორიზონტზე იყოს. და იმ დასკვნასაც გამოვიტან, ამასაც ვიტყვი, რადგან ბიუჯეტი ახსენეთ, რომ ერთი და არჩევნები არ მგონია, მე ამას ვერ ხედავ ყოველ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით და არ მინდა ისეთ მოლოდინების შექმნა ჩემი ამომრჩევლისთვის და ჩვენი მაყურებლისთვის, რაც ჩემი აზრით არსებობს და მეორე მაგალითად ვასალურ სახელმწიფოს ტყუილა არ ვახსენებ, ანუ არასუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ტყუილა არ ვახსენებ და სუვერენიტეტის დაკარგვას. დიანა, 600 მილიონი დოლარი არის ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი. სომხეთის ბიუჯეტი არის 2-ამდენი თავდაცვის. აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი არის 5.5 მილიარდი დოლარი. აი ამ ვითარებაში ვართ. საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც დედაქალაქთან 30 კილომეტრში მტერს სამხედრო ბაზა აქვს. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენი 300,000 თანამოქალაქე დევნილია თავისი მიწიდან და ამ ქვეყანას ელემენტარული უსაფრთხოების გარანტიები, საკუთარი ჯარის გაძლიერება, გონია რომ ეს არის, რა ქვია, მშვიდობის წინააღმდეგ სვლა და მშვიდობა ჩამოკიდა ერთი ადამიანის, ერთი ოლიგარქის ბედიღბალზე. ამიტომ ეს ქვეყანა არის, პრობლემური ქვეყანაა ეს და ეს სუვერენიტეტი გადასარჩენი გვაქვს. აქციებითაც, პოლიტიკური პროცესითაც და იმაზე ლაპარაკით, რაც ხალხს აკეთებს.